ესე მუშაობს რა ეგ სისტემა, აი სკოლებში შეგიმჩნევიათ, რომ სკოლის ეზოებში ყრია ხოლმე ძველი სახურავის ნარჩენები ან რაღაცა. რატომ? იმიტომ რომ ჯართის ჩამოწერა არის ამის იმისი, რა ქვია, რადიოაქტიული ნივთიერებების შენახვის წესი და ჯართის შენახვის წესი რაღაც დაახლოებით ერთ-იგივეა. აი ძველი რაღაცების ჩამოწერა უნივერსიტეტში ჭირის ხოლმე. და შესყიდვა. ფიზიკის ინსტიტუტში მაგალითად. აგერ ამ უნივერსიტეტის ეზოში რამდენი წელი ეგდო რაღაცა ძველი ავტომობილის ნარჩენები, ხო? იქ რაღაც უკანა ეზოში რა, იმიტომ რომ ვერ გადააგდებ ესე რა, შენ ვერც გაყიდი რომ რაღაცა სხვა იყიდო იმის მაგერად. აი უმე ძალიან კარგი ის ქონდა, ძალიან ჩვენთან იყო ჩამოსული ფრიჩ ერთ-ერთი ავტორი არის მაგათ კვარკის მომფიქრებელი ერთ-ერთი ის გერმანელი მეცნიერი არის და რო შევიდა ალბათ გაგიჟდა ანუ მერხი კი დაუთმეთ ანუ თვითონ მოიწერა რომ მინდა ფიზიკის ინსტიტუტში ჩამოსვლა ერთი თვითონთან ვიმუშავებ აი უბრალოდ ერთი მერხი გავამიყე და მოდიოდა დილით მუშაობდა მიდიოდა სახში ხელფასიც არ მინდაო ანუ აქედან რაღაც ეუბნებოდნენ არაფერი არ მჭირდება უბრალოდ აი დესკი და ამ მერხში რო გამოაღო არის ძველი ტელეფონები შენახული აი საბჭოთა ტელეფონები ზოგი არა ციფერბლატი არ აქვს იმიტომ სამსახურეობრივი იყო და ეს ყველაფერი აიღო გადაყარა ხალხი იქ დაფანიქდა ანუ უბრალოდ აიღო და ნაგვის ყუთში ჩაყარა იქ დერეპანში და მე ხალხი დარბოდა რომ ეს ხო ჩამოსაწერია ეს რა ვქნათ მოდი აი სადაც სხვა კაბინეტში გადავიტანოთ და იმის თან ხვდებიან რომ უხერხულია მაგრამ თან ვერ ყრიან, იმიტომ რომ ვერ ყრიან. მუშაობდი იმაში, თარჯიმნად სტუდენტობის დროს საგზაო დეპარტამენტში. ეს თქვენ გაქვთ მაკეტის იმ შენობისაც. ეს რა არის, რაღაც ცნობილი შენობა, ახლა საქართველოს და იქ ჰქონდათ 3 წლით და მეტი ვადაგასული კალენდრები ესე და ვერ ჩამოწვა, წარმოგიდგენთ რა უაზრობა არ და მე რო სამინისტროში მუშაობდი, მაგალითად რაღაც მომენტში მითხრეს, რომ შენო იმას სავიზიტო ბარათებს რო აძლევო, მიიღება ჩაბარების აქტები უნდა გააფორმო. და ასე გადავირიე რა, როგორ წარმოგიდგენთ, აი თქვა ასე ხდები, თქვა გერმანიის ელჩს და ერთ წუთი ხელი მოვიწერეთ თუ შეიძლება, ახლა თქვენ ვიზიტკას მოგცემთ.